არწმუნს არ უცდია იმის გარკვევა თუ საით მიდიოდნენ. ახალმა ნაცნობმა უთხრა, რომ ძმა ტიმოფეის უწოდებენ. იგი შეუჩერებლივ ლაპარაკობდა: იხარე, ჩემო საყვარელო ძმაო, რომ შეგვხვდი შენს გზაზე, რადგან დღეიდან ყველაფერი შეიცვლება შენს ცხოვრებაში. დაასრულებ სიბნელეში ხეტიალს, რამით უკვე მიაგენი იმას, რასაც ეძიებდი. არწმუნს კარგად არ ესმოდა, რას გულისხმობდა ტიმოფეი, მაგრამ ის ისე კარგად და ალერსიანად ლაპარაკობდა, რომ ყვაწვილს მისი სმენა არ ბეზრდებოდა. მადლიერი იყო მისი, რადგან მან ხელი არ ჰკრა მაშინ, როდესაც ყველამ გაწირა. გწამს თუ არა ჭეშმარიტი და ერთადერთი ღმერთის ძმაო ჩემო არწიო? სხვათა შორის კითხა ტიმოფეიმ და თან ყურადღებით ჩახედა თვალებში. არწივმა რაღაც ჩაილაპარაკა გაურკვევლად. ეს შეიძლება და თანხმოვაც ყოფილიყო და უარიც. ჩინებულია ძმაო ჩემო, ჩინებულია. განაგრძობდა ტიმოფეი. მხოლოდ ჭეშმარიტი რწმენა გიხსნის ჯოჯოხეთში წამებისაგან და გაგათავისუფლებს სოდვებისაგან. რადგან უფალი ჩვენი იეღოვა მალე მოვა მეორე დედამიწაზე და დამყარდება საუკუნო ღვთიური საუფლო. აღსრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველება. სწავლობ თუ არა ბიბლიას ძმაო ჩემო? არწივმა ისევ ჩაიბურდღნა და ტიმოფეიმ ცოტა ეჭვით შეხედა. არ დაიჯერა, რომ ყვაწვილი მთელ თავისუფალ დროს ბიბლიის შესწავლას უთმობდა. აი მივად საგუშაგო კოშკში და თავადაც დარწმუნდები, რომ ზეცით მოვლენილი წმინდა წიგნის შესწავლა აუცილებელია. დიდი მადლიერება მას, ვინც ჭეშმარიტ გზას ადგას. ბიბლია ჩვენი ღმერთის იეღოვას ჭეშმარიტად უძვირფასესი ძღვენია, რამთუ იგი არს მოსიყვარულე მამის წერილი თავისი შვილებისადმი. იცი თუ არა ვინ დაწერა ბიბლია? კითხა ტიმოფეიმ უეცრად. არწივმა გადაწყვიტა, რომ ტყუილის თქმას აზრი აღარ ჰქონდა და პატიოსნად გააქნია თავი უარის ნიშნად. ამის შესახებ, ისე როგორც ბევრი სხვა რამის შესახებ, საგუშაგო კოშკში გაუწყებენ. შეეპირდა ტიმოფეი: იცი თუ არა რა უთხრა ძემ ღვთისა იესო ქრისტემ თავის მიმდევრებს ლაოდიკიაში? იესომ უთხრა: გირჩევთ, იყიდოთ ჩემგან თვალის მალამო და წაისვათ იგი, რომ შეძლოთ დაინახოთ. მაგრამ იესო ლაპარაკობდა არა იმ ავადმყოფობაზე, რომელიც სხეულს ასნეულებს, არამედ სულიერ სიბრმავეზე, რამთუ მისი განკურნება ხამს უპირველეს ყოვლისა ჭეშმარიტი ღვთისრწმენაა, ის მალამა, რომელიც განკურნავს თვალთა შენთა და შენ დაინახავ ჭეშმარიტ სამყაროს, რადგან ახლა ფიზიკურად ხედავ, მაგრამ სულიერად ბრმა ხარ. არწივმა გაიფიქრა, რომ ერთი კვირის წინ თვალის მალამო ფრიად ესაჭიროებოდა. მაგარი გადახვევა იყო სამარ. მან ტიმოფეის ტირადა უპასუხოდ დატოვა. ტირადა რა არის? მისმა ახალმა ნაცნობმა კი გადაწყვიტა, რომ ყვაწვის ასეთი რთული იდეის გასააზრებლად დრო სჭირდებოდა და ცოტა ხნით დადუმდა. ეხლა შეიძლება ბევრი ვიცი და ხუთი წუთის შემდეგ წინ სინათლე გამოჩნდა და ძმა ტიმოფეიმ სასწრაფოდ ამცნო სასიხარულო ამბავი. ხედავ შუქს შორია, ხო? ესე არ საგუშაგო კოშკი, მოვედით. საგუშაგო კოშკის სინამდვილეში გვირაბში მდგომი მატარებელი აღმოჩნდა. მისი ანთებული ფარები 15 მეტრზე ანათებდა. ძმა ტიმოფეისა და არწივს ძღოლის კაბინიდან შეეგება ისეთსავე განიერ სამოში ჩასმული მსუქანი კაცი. იგი ლოყებ ღაჟღაჟას გადაეხვია და მას საყვარელი ძმა უწოდა. ვინ არის ეს ყრმა? ალერსიანი ღიმილით იკითხა მსუქანმა. ეს ჩვენი ახალი ძმა არწიომი. მას ჩვენთან ერთად სიარული სურს ჭეშმარიტ გზაზე. სურს შეისწავლოს წმინდა ბიბლია და უარყოს ეშმაკი. ახტაცები თქვა ტიმოფეიმ. მას მომეცი უფლება მოგესალმო კოშკის უღირსი გუშაგი. მოგესალმო კოშკის უღირსი გუშაგი საყვარელო ჩემო ძმაო არწიომ. დაიბუბუნა მსუქანმა. საოცარი იყო თითქოს ისიც ვერ გრძნობდა იმ საშინელ სუნს, რომელიც არწიომს ასდიოდა. პირველ ვაგონში შევიდნენ და ტიმოფეი კვლავ ალაპარაკდა. სანამ საუფლოს დარბაზში ძმების შეხვედრას დაესწრები, უნდა განიწმინდო შენი სხეული, რადგან უფალი ჩვენი იეღოვა წმინდაა და მოელის. მისმა თაყვანისმცემლებმა დაიცვან სულიერი ზნეობრივი და ფიზიკური სისუფთავე. ჩვენ უწმინდურ სამყაროში ვცხოვრობთ და ამისათვის დიდი ძალისხმევა გვჭირდება ძმაო ჩემო. ამ სიტყვებით ტიმოფეიმ არწიომი შეაგდო პლასმასის ფურცლებით შეჭედილ პატარა სათავსოში, რომელიც ვაგონის შესასვლელთან მდებარეობდა. მის სახელში ნაცრისფერი საპნის დიდი ნაჭერი და 15 წუთის განმავლობაში შლანგიდან წყალს ასხამდა.
საკმაოდ უსიამოვნო სუნი ჰქონდა, მაგრამ ჭუჭყს კარგად აშორებდა. განბანვის შემდეგ ტიმოფეიმ მასაც ისეთივე სამოსი მისცა, როგორიც თვითონ ეცვა. ცარიელი ვაზნა არტიომს კი სეზონი რომ ეკიდა, აშკარად არ მოეწონა. ეთყობა რაღაც თილის მათ ჩათვალა, მაგრამ არაფერი უთქვას, მხოლოდ ამოიოხრა. არტიომს ძალიან უკვირდა, რომ გვირაბში გაჩხერებულ მატარებელში იყო წყალი და თანაც ამდენი. კითხა კიდეც თავის მეგუზურს, თუ როგორ მოახერხეს ამის გაკეთება. ამაზე ძმა ტიმოფეიმ უპასუხა, რომ სრული ემსახურონ უფალი იეღოვას აძლევს ადამიანებს გმირული საქციელის ჩადენის ძალას. არტიომი იძულებული იყო ასეთი ბუნდოვანი ახსნა განმარტებით დაკმაყოფილებულიყო. პირველიდან მეორე ვაგონში გადავიდნენ, სადაც გრძელი მაგიდები იდგა. ძმა ტიმოფეი მივიდა კაცთან, რომელიც დიდ ქვაბში ხარშავდა რაღაცას და უკან ხელში ფაფით სავსე მოზრდილი ჯამით დაბრუნდა. ფაფა საკმაოდ გემრიელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ არტიომი ვერ მიხვდა რისგან იყო იგი დამზადებული. ძმა ტიმოფეი ერთხანს ჩუმად უყურებდა, როგორ ჭამდა არტიომი, მაგრამ მერე მაინც წამოიწყო საუბარი. არ გეგონოს ძმაო, რომ არ გენდობი, მაგრამ შენ გარკვევით არ გიპასუხია კითხვაზე, გწამს თუ არა ჩვენი უფალი ღმერთი იეღოვა. ნუ თუ შეგიძლია დაუშვა, რომ ჩვენი სამყარო თავისი წარმოიშვა და არა მისი ნებით, ნუ თუ სიცოცხლის ფორმათა უსასრულო მრავალგვარობა, რომელიც დედამიწას ამშვენებს, შემთხვევით შეიქმნა. ბოლო სიტყვებზე ტიმოფეიმ ისევ მოავლო დარბას თვალი, თითქოს მთელი ეს მრავალგვარობა აქ იყო თავმოყრილი. არტიომმა ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ მათ ორისა და მზარეულის გარდა ვაგონში ვერავინ აღმოაჩინა. ამიტომ სკეპტიკურად ჩაილაპარაკა რაღაც და ჭამა განაგრძო. ტიმოფეის თითქოს სულაც არ წყედია, რომ არტიომი მას არ დაეთანხმა. პირიქით აშკარად გამოცოცხლდა და კამათისათვის მოემზადა. თუ ეს არ არის საკმარისი, რომ მისი არსებობა ირწმუნო, ენერგიულად განაგრძო ტიმოფეიმ. დაფიქრდი სხვა რამეზე. თუ ღმერთის ნება არ მართავს სამყაროს, მაშინ გამოდის, რომ ადამიანი მხოლოდ თავის თავს ეკუთვნის და ჩვენ ცხოვრებას არ აქვს აზრი, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ეს არსებობა უნდა გაგრძელდეს. ეს ნიშნავს, რომ მარტონი ვართ და არავინ ზრუნავს ჩვენზე. ეს ნიშნავს, რომ ქაოსში ვართ და ოდესმე მაინც გვირაბის ბოლოს სინათლის ხილვის იმედი არ უნდა გქონდეს. ასეთ სამყაროში ცხოვრება საშინელებაა, უფრო სწორად შეუძლებელია. არტიომს არაფერი უპასუხია, მაგრამ ამ სიტყვებმა დააფიქრა. ამ წუთებამდე მას მთელი თავისი ცხოვრება სწორედ სრულ ქაოსად, აზრს მოკლებული შემთხვევითობების ჯაჭვად მიაჩნდა. ეს თრგუნავდა და ზოგჯერ სრულისაც უჩენდა ერწმუნა რაღაც, რაც მის არსებობას აზრს შესძენდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს წუთიერი სიმხდალის ბრალი იყო. თავს ირწმუნებდა, რომ მისი სიცოცხლე მის გარდა არავის სჭირდება, რომ თითოეული ადამიანი ამ ქაოსს თვითონ უნდა დაუპირისპირდეს, მარტო ან სხვებთან ერთად. ასე ფიქრობდა აქამდე, მაგრამ ახლა ტიმოფეისთან კამათის თავი არ ჰქონდა. ამ წუთას თავს მშვენივრად გრძნობდა. გულწრფელად მადლობელი იყო ადამიანისა, რომელმაც გასაჭირის ჯამს დახმარების ხელი გაუწოდა, თბილად დაელაპარაკა, დაბანა, აჭამა და მისცა სუფთა ტანსაცმელი. უნდოდა მისთვის რაღაცით ეს სიამოვნებინა. ამიტომ, როდესაც ტიმოფეიმ უთხრა, რომ ახლა ძმების შეკრებაზე წაიყვან და არტიომი უკუყმანოდ გაჰყვა, ცდილობდა ეჩვენებინა, რომ არა მხოლოდ შეკრებაზე თავის მხსნელს ყველგან წაყვებოდა. შეკრება მესამე ვაგონში ტარდებოდა. იქაურობა სავსე იყო ხალხით. უმეტესობას ისეთივე განიერი კაბა ეცვა, რომ როგორიც არტიომს მისცეს. ვაგონის შუაში რაღაც სცენის მსგავსი მოეწყოთ. სცენაზე ვიღაც იდგა, რომელიც სხვებზე გაცილებით მაღალი ჩანდა, თავით ლამის ჭერს წვდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაიგონო. ტიმოფეიმ არტიომი წინა რიგებისკენ წაიყვანა. სცენაზე მდგომი მამაკაცი საკმაოდ მოხუცი იყო, გრძელი თეთრი წვერი და დანაუჭებული სახე ჰქონდა. გაურკვეველი ფერის ღრმად ჩამჯდარი თვალები სიმშვიდეს ასხივებდნენ. მიუხედავად ასაკისა, კაცი სულაც არ ტოვებდა სუსტისა და დავდუმლიშ შთაბეჭდილებას. პირიქით, მასში რაღაც იდუმალი ძალა იგრძნობოდა. უხუცესი იოანი მოწიწებით ჩაშჩურჩულა ტიმოფეიმ არტიომს. იღბალი გქონია ძმაო, არტიომ, ქადაგება ახლა იწყება და შენ ერთბაშად გაიგებ ძალიან ბევრ რამეს. უხუცესმა ხელი ასწია და ხმაური მაშინვე შეწყდა. საყვარელო ძმანო ჩემნო, დაიწყო მან. ჩემი პირველი გაკვეთილი ეძღვნება იმას, თუ რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან ღმერთი. ამიტომ მოგიწოდებთ მიპასუხოთ სამ შეკითხვაზე. რა მნიშვნელოვანი ამბები არის მოთხრობილი ბიბლიაში? ვინ არის მისი ავტორი? რატომ უნდა შევისწავლოთ იგი? მოხუცი ძალიან გასაგებად მარტივი ენით ლაპარაკობდა. მისი საუბარი სრულიად განსხვავდებოდა ძმა ტიმოფეის მაღალფარდოვანი სტილისაგან. არტიომმა მიმოიხედა და მიხვდა, რომ დამსწრეთა უმრავლესობას მხოლოდ ასეთი საუბრის გაგება შეეძლო. ლოყი-ბღაჟღაჟა ტიმოფეიმ სმენელებზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა.
ქადაგებელმა მოკლედ ახსნა, რომ ბიბლიაში მოთხრობილია ღმერთისა და მისი კანონების შესახებ. მეორე საკითხზე გადავიდა და უამბო მსმენელებს, რომ ბიბლია 1600 წლის განმავლობაში იწერებოდა, რომ მას 40-მდე ავტორი ჰყავს და ყველა მათგანი ღმერთის შთაგონებით მოქმედებდა. საბოლოოდ კი თქვა: ამიტომ ზმანო ჩემნო, ბიბლიის ნამდვილი ავტორი თავად მამაზეც იერია. ახლა კი მიპასუხეთ, რატომ უნდა შევისწავლოთ ბიბლია? პასუხს არ დალოდებია, თვითონვე განმარტა. იმიტომ რომ ღმერთის შეცნობა და მისი ნების შესრულება თქვენი მარადიული არსებობის საწინდარია. ყველას როდი მოეწონება თქვენ მიერ ბიბლიის შესწავლა, მაგრამ არ მისცეთ მათ ხელის შეშლის საშუალება. სიჩუმე ჩამოვარდა, მოხუცმა წყალი მოსვა და განაგრძო. ახლა კი მეორე გაკვეთილი: ზმანო, ვინ არის ღმერთი? მიპასუხეთ სამ კითხვაზე: ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი და რა არის მისი სახელი? რა მთავარი თვისებები აქვს მას? როგორ უნდა ვცეთ მას თაყვანი? ერთმა მსმენელმა მოინდომა პასუხის გაცემა, მაგრამ დანარჩენებმა გააჩუმეს და უხუცესმა იონმა განაგრძო. ადამიანები თაყვანს სცემენ ბევრ ვინმეს და რამეს, მაგრამ ბიბლიაში წერია, არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი. მან შექმნა ყოველი, რაც არის ცაში და დედამიწაზე. მან მოგვცა ჩვენ სიცოცხლე, ამიტომ მხოლოდ მას უნდა ვცეთ თაყვანი. აქ მოხუცმა ხმას აუმაღლა. რა ჰქვია ჭეშმარიტ ღმერთს? ამჯერად იგი ნამდვილად აუდიტორიისაგან მოითხოვდა პასუხს და აუდიტორიამაც ერთ ხმას დასჭექა. იეღოვა. ჭეშმარიტი ღმერთის სახელია იეღოვა. დაუდასტურა ქადაგებელმა. მას ბევრი წოდება აქვს, სახელი კი ერთი. დაიმახსოვრეთ იგი და ახსენეთ ღმერთი მხოლოდ ამ სახელით. ვინ მიპასუხებს კითხვაზე, როგორი თვისებები აქვს ღმერთს? არწმუნა გაიფიქრა, რომ რომელიმე მსმენელი ახლა მაინც იტყოდა რამეს, რომ მართლაც შორიახლო მდგომმა ყმაწვინმა ხელი ასწია, მაგრამ მოხუცმა არც მას აცალა და თვითონ განაგრძო. იეღოვას პიროვნება ჩანს ბიბლიაში. მისი მთავარი თვისებებია სიყვარული, სამართლიანობა, სიბრძნე და ძალა. ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთი კეთილი და მოწყალეა. ამავე დროს იგი მომთმენიც არის, მზად არის შეგვინდოს ცოდვები. ჩვენ მისი დამჯერი შვილები უნდა ვიყოთ და ყველაფერში უნდა მივბაძოთ მას. მოხუც არავინ შეკამათებია მას, მან წვერზე ხელი ჩამოისვა და განაგრძო. ახლა მითხარით, როგორ უნდა ვცეთ თაყვანი უფალ იეღოვას? იეღოვა ამბობს, რომ ჩვენ თაყვანი უნდა ვცეთ მხოლოდ მას და არა რაიმე სიმბოლოს, სურათს ან ხატს. ჩვენი ღმერთი არ გაუყოფს თავის დიდებას არავის. ხატებს და სიმბოლოებს არ ძალუძთ ჩვენი შველა. თანხმობის ნიშნად მსმენელები ახმაურდნენ. ტიმოფეი დაიხარა და არწივს ჩაშუშულა. უხუცესი ნამდვილი ორატორია. მისი წყალობით ჩვენი საძმო ყოველდღე იზრდება. ჭეშმარიტი რწმენის მიმდევრები მრავლდებიან. არწივმა ცალკმად გაიღიმა უხუცესი იოანს მგზნებარე სიტყვებით ჯერჯერობით მასზე ისეთ შთაბეჭდილებას ვერ ახდენდა, როგორც სხვებზე. ჩემს მესამე გაკვეთილში მოგითხრობთ, თუ ვინ არის იესო ქრისტე. ამცნო აუდიტორიას მოხუცმა და ისევ დაგისვამთ სამ შეკითხვას: რატომ ეწოდა იესო ქრისტეს ღმერთის პირველშობილი ძე? რატომ მოვიდა იგი დედამიწაზე ადამიანად? რას გააკეთებს იესო მალე? პასუხად გაირკვა, რომ ღმერთის პირველშობილი ძე იესოს ეწოდა იმიტომ, რომ იყო იეღოვას პირველი ქმნილება. დედამიწაზე მოსვლამდე იყო სული და ცხოვრობდა ცაში. არწივს ეს ძალიან გაუკვირდა. ცახომ ერთადერთხელ ენახა ოდესღაც ბოტანიკურ ბაღში. ერთხელ ვიღაცამ უთხრა, სიცოცხლე ვარსკვლავებზეც არისო. იქნება ამას გულისხმობდა დღევანდელი მქადაგებელი? როდესაც ესეც განმარტა, უხუცესმა კვლავ იკითხა: ვის შეუძლია მითხრას, რატომ მოვიდა იესო ქრისტე დედამიწაზე როგორც ადამიანი? არწივი ნელ-ნელა მიხვდა, რომ ის, ვინც დიდი ხნის განმავლობაში დადიოდა ქადაგებებზე, არ ცდილობდა უხუცესის კითხვებზე პასუხის გაცემას. ახალბედები კი პირიქით ესწრაფოდნენ, გამოემჟღავნებინათ თავიანთი ცოდნა. ადგილიდან პასუხობდნენ, ხელებს იქნევდნენ, მაგრამ როგორც კი უხუცესი ხმას ამოიღებდა, ჩუმდებოდნენ. პირველმა ადამიანმა ადამმა არ დაუჯერა ღმერთს და შესწოდა, ისევ ალაპარაკდა უხუცესი. ამიტომ ღმერთმა ადამიანს სასჯელად სიკვდილი მოულინა. თანდათან ადამი დაბერდა და მოკვდა, მაგრამ მისი ცოდვა მის შვილებზე გადავიდა. ამიტომ ჩვენ ვბერდებით და ვიხოცებით. მაშინ ღმერთმა გამოაგზავნა დედამიწაზე თავისი პირველშობილი ძე, რათა მას ესწავლებინა ადამიანებისათვის ჭეშმარიტება და ეჩვენებინა მათთვის მაგალითი სრულიად უბიწოს გაეწირა თავისი სიცოცხლე და კაცობრიობა გაეთავისუფლებინა ცოდვისა და სიკვდილისაგან. არწმუნს ვერაფრით გაეგო, რა საჭირო იყო ადამიანების დასჯა სიკვდილით. მერე კი საკუთარი პირველშობილი ძის გაწირვა სასჯელის გაუქმებისთვის მაშინ, როცა ღმერთი ყოვლისშემძლეა, იესო დაბრუნდა ცაზე და აღდგა როგორც სული. მერე ღმერთმა იგი მეფედ დანიშნა. მალე ქრისტე განწმენდს დედამიწას ბოროტებისა და ტანჯვისაგან. შეჰპირდა მსმენელებს მოხუცი.
მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ახლა კი ვილოცოთ, ჩემო საყვარელო ძმებო. შეკრებილებმა მორჩილად დახარეს თავები და ლოცვა დაიწყეს. ყრუ-გუგუნში მხოლოდ ცალკეული სიტყვები ისმოდა. მთლიანი შინაარსი გაუგებარი იყო. ჩანდა, რომ 5 წუთიანმა ლოცვამ გაამხნევა ძმები. გამოცოცხლდნენ ერთმანეთს საუბარი გაუბეს. არწომ სულ უფრო იპყრობდა მოუსვენრობა, მაგრამ გადაწყვიტა ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყო აქ, იმ იმედით, რომ გაკვეთილის ყველაზე დამაჯერებელ ნაწილს ახლა მოისმენდა. უხუცესი კვლავ მოემზადა ქადაგებისთვის და მკაცრად დაიწყო. ჩემს მეოთხე გაკვეთილში გაუწყებ თუ ვინ არის ეშმაკი. ყველანი მზად ხართ ამისთვის? გეყოფათ კი სულიერი ძალა ჩასწვდეთ ამას და არაცდეთ ჭეშმარიტ გზას? ეს კითხვა აშკარად მოითხოვდა პასუხს, მაგრამ არწომა ვერ შეძლო ხმის ამოღება. მან ნამდვილად არ იცოდა, ჰქონდა თუ არა საკმარისი სულიერი ძალა ამის მოსასმენად, რადგან წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე ისაუბრებდა მოძღვარი. და კვლავ დაგისვამთ სამ შეკითხვას. როგორ გაჩნდა სატანა ეშმაკი? როგორ ატყუებს იგი ხალხს? რატომ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა სატანას? არწიომი აქედან გაღწევის ფიქრმა გაიტაცა. ამიტომ ქადაგებიდან ბევრი ვერაფერი გაიგო, მხოლოდ ის, რომ სატანამ შესწოდა. რადგან მოიდომა თაყვანი ეცათ მისთვის, ვითარცა ღმერთისათვის. დაეჭვდა სწორად მართავს თუ არა ღმერთი თავის საუფლოს, ითვალისწინებს თუ არა ყველა ქვეშევრდომის ინტერესს და დარჩება თუ არა ერთი ადამიანი მაინც ღმერთის ერთგული. მიუხედავად მის თავს დატრიალებული ყველა უბედურებისა, უხუცესის სიტყვებმა სრულებით ვერ დააინტერესა ყმაწვილი. ძმა ტიმოფეი დრო და დრო ყურადღებით აკვირდებოდა იმ იმედით, რომ მის სახეზე თუნდაც პატარა ინტერესს ამოიკითხავდა, მაგრამ არწიომი სულ უფრო ცუდ გუნებაზე დგებოდა. სატანა ატყუებს ადამიანებს, რათა ისინი მას ეთაყვანონ. განაგრძობდა ქადაგებას მოხუცი. მოტყუების სამი ხერხი არსებობს: სრულ რელიგია, სპირიტიზმი და ნაციონალიზმი. რელიგია, რომელსაც ეჭვში აქვს ღმერთის სიკეთესა და უძლეველობაში, სატანის მიზნებს ემსახურება. ასეთი რელიგიების მიმდევრებს შეიძლება ჰგონიათ, რომ ისინი თაყვანს სცემენ ჭეშმარიტ ღმერთს, მაგრამ სინამდვილეში ისინი სატანას ემსახურებიან. ადამიანები მისდევენ სპირიტიზმს, უხმობენ სულებს, სთხოვენ მათ დაცვასთან დახმარებას ბზაკრულ საქმეებში, მომავლის გამოცნობას, სასწაულების ჩადენას. ამასაც სატანა მართავს. ამ სიტყვებზე მოხუცს ხმა ზიზღისაგან აუკანკალდა. გარდა ამისა, სატანა ატყუებს ადამიანებს, უღვიძებს მათ უკიდურესი ნაციონალური სიამაყის გრძნობას და აიძულებს თაყვანის სცენ პოლიტიკურ ორგანიზაციებს. ზოგს თავისი ერი ან რასა ჰგონია სხვებზე უკეთესი, მაგრამ ეს არ არის მართალი. არწომა კისერზე ხელი მოიცვა. სახჩობელის თოკის მიერ დატოვებული ნაჭდევი ჯერაც წითლად არჩნდა. ამიტომ მოხუცის ამ სიტყვებს გულწრფელად დაეთანხმა. ბევრი ფიქრობს, რომ კაცობრიობის პრობლემებს პოლიტიკური ორგანიზაციები გადაწყვეტენ. ისინი, რომელთაც ამის სჯერათ, უარყოფენ ღმერთის საუფლოს, თუმცა კაცობრიობის პრობლემებს მხოლოდ იეჰოვას საუფლო გადაწყვეტს. რატომ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა ეშმაკს? სატანა მრავალი ხერხით გაიძულებთ უარყოთ იეჰოვა. თქვენი ახლობლებიდან ვიღაც ალბათ გაბრაზდება, როცა გაიგებს, რომ თქვენ შეისწავლით ბიბლიას. სხვებმა შეიძლება დაგცინონ კიდეც, კარგად დაფიქრდით, ვის უნდა უმადლოდეთ ამ ქვეყნად თქვენს მოულინებას? სატანას უნდა რომ შეშინდეთ და ზურგი აქციოთ იეჰოვას. ნუ მისცემთ მას თქვენი დამარცხების უფლებას. დასჭექა იოანმა. სატანისათვის წინააღმდეგობის გაწევით თქვენ დაუმტკიცებთ იეჰოვას, რომ მისი საუფლოს სადარაჯოზე დგახართ. პასუხად მსვენელები აღტაცებით აღრიალდნენ. იოანმა ხელი ასწია და ღრიალი შეწყდა. ქადაგებელი ბოლო მეხუთე გაკვეთილზე გადავიდა. რაბედიელის დედამიწას იეჰოვას ნებით იკითხა მან. იეჰოვამ შექმნა დედამიწა, რომ ადამიანებს მუდამ ბედნიერად ეცხოვრათ მასზე. მას სურდა, რომ დედამიწა მართლმორწმუნე გახარებული კაცობრიობის სახლი ყოფილიყო. დედამიწა არასოდეს განადგურდება, იგი მუდამ იარსებებს. ამ სიტყვებზე არწომს ძალაუნებურად გაეცინა, რითაც გარშემომყოფთა რისხვა დაიმსახურა. ძმა ტიმოფეიმაც თითი დაუქნია. პირველმა ადამიანებმა, ადამმა და ევამ შესწოდეს და ამით ღმერთის კანონი დაარღვიეს, განაგრძო ორატორმა. ამიტომ იეჰოვამ გააძევა ისინი 60-დან. 60 დაიკარგა ადამიანებისათვის. მაგრამ იეჰოვას არ დაავიწყდა, რომ თუ რისთვის შექმნა დედამიწა. ის შეპირდა ადამიანებს, რომ აქცევდა მას 60-ით. სადაც მუდამ იცხოვრებდნენ. როგორ აპირებს იეჰოვა თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას? კითხა მან თავის თავს. აუდიტორიაში სიჩუმე ჩამოვარდა. მსვენელები ელოდნენ, რომ სწორად ახლა გაიგებდნენ თავარს. არწომით სმენად იქცა. სანამ 60 იქცევა, დედამიწა უნდა განიწმინდოს ბოროტი ადამიანებისაგან. კაცრად წარმოთქვა უხუცესმა იოანმა. ჩვენს წინაპრებს ევუწყოთ, რომ ეს განწმენდა მოხდება არმაგედონის მეშვეობით. არმაგედონი კი ღმერთის ომია ბოროტების წინააღმდეგ. სატანას ბორკილს დაადებენ და შებოჭავენ 1000 წელიწადს.
განადგურდება ყველა, ვინც ავნებს დედამიწას. გადარჩებიან მხოლოდ ღვთისმრჩეულები. 1000 წელიწადს დედამიწაზე იმეფებს იესო ქრისტე. მოხუცმა ანთებული თვალები მოავლო დარბაზს. გესმით თუ არა, რას ნიშნავს ეს? ღმერთის ომი ბოროტებასთან უკვე დასრულდა. ის, რაც უკვე მოხდა ცოდვილი მიწაზე, სწორედ არმაგედონია. ბოროტება დამარცხებულია. წინასწარმეტყველების მიხედვით გადარჩება მხოლოდ ღმერთის რჩეული ხალხი და ეს ჩვენ ვართ, ჩვენ ვინც მეტროში ვცხოვრობთ. ჩვენ გადავურჩით არმაგედონს. ღვთის საუფლო მალე დამყარდება და აღარ იქნება არც სიბერე, არც ავადმყოფობა. სნეულნი განიკურნებიან. მოხუცები გაახალგაზრდავდებიან. იესოს 1000 წლიანი მეფობის ხანაში ღვთის ერთგული ხალხი დედამიწას სამოთხედ აქცევს და ღმერთის ნებით მილიონობით მართლმორწმუნე აღდგება მკვდრეთით. არწიომს გაახსენდა ჰანტერისა და სუხოის საუბარი დედამიწაზე რადიაციის დონის შესახებ. როგორ უმტკიცებდა სუხოი მონადირეს, რომ რადიაცია არ დაიკლებს უახლოესი 50 წლის განმავლობაში. კაცობრიობა განწირულია და მას სხვა სახეობები შეცვლიან. მოხუცესმა იოანმა არ განმარტა თუ როგორ უნდა გადაქცეულიყო დედამიწის ზედაპირი აყვავებული სამოთხედ. არწიომს ძალიან უნდა ეკითხა მისთვის რა მცენარეები გაიხარებდა ამ გადაბუგულ სამოთხეში, რომელი ადამიანები გაბედავდნენ ზევით ასვლას და იყვნენ თუ არა მისი მშობლები, ეშმაკიშვილები, რა კი ამ არმაგედონში დაიღუპნენ, მაგრამ არაფერი უთქვამს. უცებ ძალიან ეტკინა გული და ეჭვმა შეიპყრო. იგრძნო, რომ ცრემლი მოერია, ძალღონე მოიკრიბა და მხოლოდ ერთი შეკითხვა დასვა. მითხარით თუ შეიძლება, რას ამბობს ჩვენი ჭეშმარიტი ღმერთი იაჰოვა უთავო მუტანტების შესახებ? დარბაზში სიჩუმე ჩამოვარდა. უხუცეს იოანს არ შეუხედავს მისთვის, მის გვერდით მდგომთა თვალებში კი შიში და სიცივე გაკრთა. ისევ ძალიან მარტოდ იგრძნო თავი. ძმა ტიმოფეიმ ხელი მოჰკიდა, მაგრამ არწიომმა მას ზურგი აქცია და გასასვლელისაკენ წავიდა. რამდენჯერმე ფეხიც კი დაუდეს. ვიღაცამ ზურგში მუშტი უთავაზა, აღშფოთებული ჩურჩული მიაცილებდა. როგორც იქნა გააღწია ბრჭყალებში საუფროს დარბაზიდან და სასადილოში აღმოჩნდა. აქ ახლა ბევრი ხალხი იყო. ადამიანები მაგიდებს უსხდნენ და წინ ცარიელი ჯამები ეწყოთ. ცენტრში კაფანდარა ცხვირ მოგერეხილი კაცი იდგა და ლაპარაკობდა. სანამ ტრაპეზს შეუდგებოდით, ძმანო, მოვუსმინოთ პატარა დავითს. მის ისტორია შეავსებს დღევანდელ ქადაგებას ძალადობის შესახებ. კაცი განზე გადგა და მისი ადგილი ჩამრგვალებულმა ცხვირ აპრეხილმა ბიჭმა დაიკავა. ძალიან გაბრაზებული იყო და უნდა ვეცემე. ცხაფასხუბი ჩაარაკრაკა დავითმა. ალბათ იმიტომ რომ ტანით პატარა ვარ, მე უკან დავიხია და ვუყვირე, მოიცა არ მცემო. მე არაფერი დამიშავებია, მითხარი რა მოხდა. რა გიპასუხა იმ საშინელმა თავნება ბიჭმა, კითხა გამხდარმა კაცმა. თურმე ვიღაცა საულმე მოჰპარა, იმან კი ჯავრი პირველ შემხოდრზე იყარა. თქვა დავითმა, ისეთი ტონით რომ ჩანდა თვითონაც კარგად არ ესმოდა გაზეპირებული სიტყვების მნიშვნელობა. შენ როგორ გამოიქეცი? ისევ შეეკითხა გამხდარი კაცი. ვუთხარი რომ მცემო კიდევაც შენ საუზმეს მაინც ვერ დაიბრუნებ მეთქი და შევთავაზე ძმა მზარეულთან წასულიყავით და მისთვის გვეთქვა ყველაფერი. ჩვენ ვთხოვეთ ძმა მზარეულს იმისთვის კიდევ ერთი საუზმე მიეცა. იმ ბიჭმა ხელი ჩამომართვა და იმ დღიდან მეგობრულად მეპყრობა. აქ არის ის ბიჭი, ვისაც პატარა დავითის დაჩაგვრა უნდა, იკითხა გამხდარმა კაცმა გამომძებლის ტონით. ტლანქი გარეგნობისა და სულელური გამომეტყველების მქონე 20 წლის ახალგაზრდამ ხელი ასწია. მე იმპროვიზებულ სცენაზე გამოვიდა და დაიწყო მოყოლა, როგორი სასწაულებრივი გავლენა იქონია მასზე პატარა დავითის სიტყვებმა. გაჭირობით ლაპარაკობდა. ჩანდა ბევრად უფრო უძნელდებოდა გაზუთხული ტექსტის გამეორება ვიდრე დავითს. წარმოდგენის შემდეგ ორივე მსახიობი ტაშით გააცილეს. გამხდარმა კაცმა კი დამსწრე საზოგადოებას მიმართა. დიახ, ძმანო, სიტყვას უდიდესი ძალა აქვს. ბიბლიაში წერია, რომ წყლარი საუბარი ძვალსაც კი ამტვრევს. სიმშვიდე და სილბოება სისუსტე კი არა, დიდი ძალაა. ბიბლიაში მოთხრობილი ამბებიც ამას ადასტურებს. კაცმა ჯიბიდან დაძენძილი წიგნი ამოიღო. საჭირო ადგილას გადაშალა და გრძნობით შეუდგა რაღაც ისტორიის კითხვას. არწიომი პირველი ვაგონისაკენ წავიდა. სასადილოში მსხდომებმა გაკვირვებული მზერით გააცილეს. მატარებლიდან გამოვიდა და უნდა ლიანდაგს დასდგომოდა, მაგრამ კოშკის მცველმა, რომელმაც თავიდან ასე გულითადად მიიღო, გზა შლაგმაობით გაუღო და მკაცრად კითხა: "ქონდა თუ არა სადგურიდან გასვლის ნებართვა?" არწიომი დუმდა. მცველმაც აღარ დააყოვნა და მისკენ კუნთების თამაშით წამოვიდა. არწიომმა უმწეოდ მიმოიხადა და უცებ პატარა დავითის ისტორია გაახსენდა. ამხელა ბეხლეცთან ხელჩართულ ბრძოლას სჯობდა ეკითხა მისთვის ვიმე
საუზმე ხომ არ მოჰპარა. საბედნიეროდ საიდანღაც ძმა ტიმოფეი გამოჩნდა, მცველს ალერსიანად გაუღიმა და უთხრა: ამ ყმაწვილს შეუძლია წავიდეს, ჩვენ აქ არავის ვაბამთ. გაკვირვებული მცველი განზე გადგა. გზა თავისუფალი იყო. უფლება მომეცი ცოტაზე გაგაცილო, საყვარელო ძმაო არტიომ. დაიწყო ტიმოფეიმ. შეიძლება პირველად გეხამუშა ჩვენი აქაური ცხოვრება, მაგრამ ხედავ, ღვთიურმა თესლმა ჩაიბუდა შენს გულში და ნოყიერ ნიადაგზე დაეცა. მინდა გასწავლო როგორ უნდა მოიქცე ახლა, როცა ღვთისასუფლელი ასე ახლოსაა, რათა შენ არ განგაგდონ იქიდან. შეიჯავრე ბოროტება და თავი შეიკავე ყოველივესგან, რაც ღმერთს სურს. იქნება ეს სიძვა, ღალატი, ცხოველთ მავლობა, სისხლის აღრევა და ჰომოსექსუალიზმი, აზარტული თამაშები, ტყუილი, ქურდობა, რისხვა, ძალადობა, ჯადოქრობა, სპირიტიზმი თუ ლოთობა. სხაპასხუპით ყვებოდა ტიმოფეი და არწმუნს თვალს არ აცილებდა. თუ გიყვარს ღმერთი და გსურს მას ასე ამონო, განთავისუფლდე ამ ცოდვებისაგან. შენს უფროს მეგობრებს ალბათ საკუთარ თავს გულისხმობდა. შეუძლიათ დაგეხმარონ, პატივი ეცი ღმერთის სახელს, იქადაგე საუკუნო საუფლოს შესახებ, ნუ გაერევე ბოროტ საქმეებში, უკუაგდე ყველა მის ამისკენ მოგიწოდებს, რადგან მათი მეშვეობით სატანა გელაპარაკება. ბუტებდა ტიმოფეი, მაგრამ არტიომი აღარ უსმენდა. უკვე ის ესწრაფად მიაბიჯებდა, რომ ტიმოფეი ვეღარ ეწეოდა. მითხარი, სად გიპოვო მეორე, დაუძახა მოხუცმა ბოლოს. არტიომ არც ამჯერად უპასუხა, უკვე გარბოდა, როცა უკნიდან სასოწარკვეთილი ყვირილი შემოესმა. სამოსი მაინც დააბრუნე. უკან არ მოუხედავს, რამდენჯერმე დაეცა, ხელის გულები და მუხლები გადაიტყავა, მაგრამ გრძნობდა, რომ გაჩერება არ შეიძლებოდა. თვალწინ ედგა საგუშაგოზე შემოდებული შავი ავტომატი. სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ თუ ძმები დაეწეოდნენ, მხოლოდ სიტყვებს დასჯერდებოდნენ. უკვე ძალიან ახლოსაა მიზანთან. პოლისი ამ ხაზზე ორი სადგურის იქით მდებარეობს. თავარი არ გაჩერდეს. სწრაფად მიაღწია სერპუხოვსკაიას. წუთიც არ გაჩერებულა იქ, მხოლოდ მიმართულება შეამოწმა და ისევ გვირაბში შევარდა. უცებ გვირაბის მიმართ უკვე მივიწყებული შიში განუახლდა. აღარ ეგონა თუ ამდენი მოგზაურობისა და თავ გადასავლის მერე ეს გრძნობა ოდესმე ისევ შეაწუხებდა. მსგავსი არაფერი განუცდია, როცა კიტაი გოროდიდან პუშკინსკაიამდე მიდიოდა, ან ტვერსკაიადან პაველეცკაიაზე დრეზინით მიაქროლებდნენ, ან როცა სულ მარტო პაველეცკაიადან დობრინინსკაიას გზას დაადგა, ახლა კი ეს შიში ისევ დაუბრუნდა. ყმაწვილი ჟიუტად მიიწევდა წინ, მაგრამ შიშიც სულ უფრო ძლიერდებოდა. როგორ უნდა ახლა უკან მიბრუნება იქ, სადაც სინათლე იყო და ხალხი ცხოვრობდა, სადაც არ იგრძნობდა ზურგში მობჯენილ დაჟინებულ და ავის მომასწავლებელ მზერას. ბოლო დროს ძალიან ბევრ ადამიანთან მოუხდა ურთიერთობა და ამიტომ აღარ ახსოვდა რაგანიცა და ალექსეევსკაიადან გამოსვლისას. მაშინ ხომ აშკარად იგრძნო, რომ მეტრო მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება ან ატომური თავშესაფარი კი არა, თავის თავადი და იდუმალი ქმნილებაა, რომელსაც საკუთარი ადამიანებისათვის გაუგებარი ენა და გონება აქვს. უცებ მიხვდა, რომ გვირაბის შიში გამოწვეული იყო ამ უზარმაზარი არსების მტრული განწყობით, ჭიაღუების მიმართ, რომლებიც დაუკითხავად დასახლდნენ მის სხეულში. ამ წუთას მას არ უნდოდა, რომ არტიომს გზა გაეგრძელებინა და სულ უფრო მეტად ეწინააღმდეგებოდა მას. ფარანი უკვე დიდი ხანია აღარ ჰქონდა და უკუნეთში მოძრაობდა. ალბათ ამის გამო ეჩვენებოდა, რომ ჩვეული სივრციდან ამოვარდა. მისი სხეული შეერწყა რაღაც უცნობ სუბსტანციას და ახლა გვირაბში კი არ მიაბიჯებს, არამედ სრულიად სხვა განზომილებაში დაფარფატებს. ვერაფერს ხედავდა. მხოლოდ ლიანდაგის შპალებს გრძნობდა ფეხქვეშ და ამით ხვდებოდა, რომ ერთ ადგილზე არ იდგა. თუმცა მაინც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ ერთი ნაბიჯითაც არ წაუწევია წინ. წარმოდგენა არ ჰქონდა, უახლოვდებოდა თუ შორდებოდა თავის მოგზაურობის მიზანს. ან საერთოდ არსებობდა თუ არა ეს მიზანი, თავს შეუძახა. შეეცადა განეგდოეს სულელური გონების ამრევი აზრები და ფეხს აუჩქარა. უკვე თითქმის მირბოდა და კინაღამ დაეჯახა რაღაც უზარმაზარს. უკანასკნელ წამს გუმანით მიხვდა, რომ წინ დაბრკოლება იყო. დაიხარა და ხელი შეახოცივ ჟანგიარ კინას, რეზინის ჩარჩოებიდან ამოჩრილ შუშის ნამსხურევებს და მიხვდა, რომ ეს მიტოვებული მატარებელი იყო. უცებ მიხაილ პორფირევიჩის მონათხრობი გაახსენდა და შეეცადა მატარებლისათვის კედელ-კედელ აევლო გვერდი. მატარებელს გასცდა და ისევ სირბილზე გადავიდა. სიბნელეში სირბილი მართლაც ძალიან ძნელი იყო, მაგრამ როგორღაც შეეჩვია ამას. უცებ გვირაბის ბოლოს ცეცხლის წითელი ალი გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მის წინ რეალური სადგური იყო და კოცონთან ნამდვილი ადამიანები ისხდნენ. ერთბაშად მოეშვა გულზე. ამ წუთას სულაც არ ადარდებდა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, მკვლელები, ქურდები, სექტანტები თუ რევოლუციონერები.
დარწმუნებული იყო, რომ ისინი მიიღებდნენ მას და დაიფარებდნენ უხილავი ურჩხულისაგან, რომელსაც მისი დახრჩობა სურდა. სურათი, რომელიც მის წინაშე გადაიშალა, იმდენად უცნაური იყო, რომ არტიომი ერთი წუთით დაიჭვდა. რამე ხომ არ მეჩვენებაო? ეს ნამდვილად სადგური პოლიანკა უნდა ყოფილიყო. ლამპიონები და ნათურები არსად ჩანდა. მხოლოდ კოცონის ბრუტავი ალი ანათებდა აქაურობას. ცეცხლთან ორი კაცი იჯდა. მათ ვერც კი შეამჩნიეს ახალმოსული, თითქოს რაღაც უხილავი კედელი ყოფდა მასპინძლებსა და სტუმარს. მთელი სადგური სავსე იყო გაფუჭებული და გამოსადეგარი ნივთებით. ერთმანეთში აზერილი იყო დამტრეული ველოსიპედები და ავეჯი, ავტომობილის საბურავები, აპარატურა, ერთად დაეხოვებინათ მაკულატურა. კოცონთან მსხვდომები დროდადრო გამოაძრობდნენ გროვიდან იქიდან გაზეთების დასტას ან წიგნს და კოცონს შეუკეთებდნენ. იქვე იდგა ვიღაცის თაბაშირის ბიუსტი, მის გვერდით კი კატას ეძინა. ერთი კაცი მეორეს რაღაცას უყვებოდა. ეს ჭორები უნივერსიტეტის შესახებ გამოძახილია მითებისა, რომლებიც შეითხზა რამენკის მიწისქვეშა ქალაქზე, აი იმაზე, მეტრო 2-ის ნაწილი რომ იყო. რა თქმა უნდა, დარწმუნებით რაიმეს მტკიცება ან უარყოფ არ შეიძლება, პირდაპირ მითებისა და ლეგენდების იმპერიაა. მეტრო 2 ნამდვილად მთავარი ოქროს მითი იქნებოდა. მის შესახებ რომ ცოტა მეტმა ადამიანმა იცოდეს, მარტო ის რადგირს, რომ უხილავი დამკვირვებლებისა სჯერათ. არტიომი კოცონს მიუახლოვდა იმ მამაკაცმა კი, რომელიც მისგან ზურგით იჯდა, მეორეს უთხრა: იქ ვიღაც არის. რა თქმა უნდა, დაეთანხმა თანამოსაუბრე. შეგიძლია ჩვენთან ჩამოჯდე, გასძახა არტიომს პირველმა მამაკაცმა ისე, რომ მისკენ არ მიბრუნებულა. იქით წასვლა ჯერ მაინც არ შეიძლება. რატომ? იკითხა არტიომმა შეშფოთებით. ვინმეა იმ გვირაბში? რა თქმა უნდა არა, მშვიდად უთხრა ერთ-ერთმა. ვინ გაბედავს იქ ცხვირის შეყოფას? ხომ გითხარი, ახლა იქ შესვლა არ შეიძლება, ასე რომ დაჯექი. გმადლობთ, მიუგო არტიომმა და ბიუსტის პირდაპირ დაჯდა. ორივე მამაკაცი 40 გადაცილებული იყო. ერთს შევერცხლილი თმა ჰქონდა და დიდი კვადრატული სათვალე ეკეთა. მეორეს გამხდარს კი ქერა თმა და პატარა წვერი. ორივეს დაბამბული ქურთუკი ეცოდა. ეს სამოსი სრულიად არ უხდებოდა მათ გარეგნობას. შუაში ყალიონის მაგვარი მოწყობილობა ედგათ და ეწეოდნენ სურნელოვან თავბრუ დამხვევ ბოლს, წვრილი შლანგით ისუნთქავდნენ. რა გქვია? კითხა ქერათმიანმა. არტიომი. თურმე არტიომი ჰქვია, უთხრა ქერათმიანმა მეორეს. ეს კი გასაგებია, უპასუხა სათვალიანმა. მე ევგენი დმიტრიევიჩი ვარ. ეს კი სერგეი ანდრეევიჩია, უთხრა ქერათმიანმა ყვაწვილს. ეგებ არ ღირს ასე ოფიციალურად, იკითხა სათვალიანმა. არ გეთანხმები, სერიოჟა. რა კი ამას აკამდე მოვახციეთ, უნდა ვისარგებლოთ კიდეც ამით. ხომ იცი, სტატუსი სულ სხვა რამეა, არ დაეთანხმა ევგენი დმიტრიევიჩი. არტიომ კი ქვია და მერე კითხა სერგეი ანდრეევიჩმა ყვაწვილს. არტიომი დაიბნა, ვერ მიხვდა რა უნდა ეპასუხა ამ უცნაური კაცებისათვის. კი ბატონო, არტიომი ქვია, ეს არაფერს გვეუბნება, სად ცხოვრობ, რის გწამს და რისი არა, ვინ არის დამნაშავე და რა უნდა ვქნათ? დააზუსტა სერგეი ანდრეევიჩის შეკითხვა ქერათმიანმა. როგორც მაშინ იყო, ხომ გახსოვს, უცებ სრულიად უადგილოდ ჩაურთო სერგეი ანდრეევიჩმა. ხო, რა თქმა უნდა, გაიცნე ევგენი დმიტრიევიჩმა. ვედენხელზე ვცხოვრობდი, უხალისო თქვა არტიომმა. მერე და ვინ დააბიჯა მართვის პულტს ჩექმა, ჩაიცინა ქერათმიანმა. დიახ, ამერიკა აღარ არსებობს. სერგეი ანდრეევიჩმაც გაიღმა, სათვალე მოიხსნა და შუქზე გახედა. არტიომი გაუგნებელი უყურებდა მათ. იქნებ ჯობდა სწრაფად გასვლოდა აქაურობას. ალბათ ასეც იზამდა, რომ არა ის საუბარი, რომლის ბოლო სიტყვებიც კოცონთან მისვლამდე გაიგონა. მაპატიეთ, გავიგონა, რომ მეტრო 2-ზე ლაპარაკობდით, თქვა მან ცოტა დარწმუნდით. გინდა მეტროს მთავარ ლეგენდას ეზიარო? გაუღიმა სერგეი ანდრეევიჩმა. კერძოდ რა გაინტერესებს? თქვენ რაღაც მიწისქვეშა ქალაქზე და დამკვირვებლებზე ყვებოდით. საერთოდ მეტრო 2 საბჭოთა პანთეონის ღმერთების თავშესაფარი იყო იმ შემთხვევებისათვის, თუ კი ბოროტი ძალები გაიმარჯვებდნენ. აუჩქარებლად დაიწყო ევგენი დმიტრიევიჩმა. თან ჭერში იყურებოდა და ყალიონს აბოლებდა. ლეგენდა გვეუბნება, რომ იმ ქალაქის ქვეშ, რომელიც ახლა მკვდარია, რჩეულთათვის კიდევ მეორე მეტრო ააშენეს. ეს მეტრო, რომელსაც შენ იცნობ, ცხვრის ფარისათვის
არის განკუთვნილი, ხოლო მეორე ლეგენდარული მწყემსებისა და მათი ძაღლებისთვის. თავიდან სანამ მწყემსები კიდევ ახერხებდნენ ფარის მწყემსვას, ისინი იქიდან მართავდნენ, მაგრამ მერე დასუსტდნენ და ცხრები გაიფანტნენ. ამ ორ სამყაროს აერთიანებდა ერთადერთი ჭიშკარი, რომელიც თუ გადმოცემებს დაუჯერებთ, მდებარეობდა იქ, სადაც რუკას წითელი ხაზი კვეთს, სოკოლნიჩესკაიას ხაზზე, სადღაც სპორტივნაიას იქით. მერე მოხდა რაღაც და მეტრო 2-ის კარი სამუდამოდ დაიხურა. აქ მცხოვრებთ დაავიწყდათ ყველაფერი, რაც იმ მეტროს შესახებ იცოდნენ. ის მითად იქცა, თუმცა დღემდე განაგრძობს არსებობას. მისი გვირაბები მოყვება ჩვენს გვირაბებს. სადგურები კი შესაძლოა სულ ორ ნაბიჯშია, სადღაც აქ, ჩვენი სადგურების კედლების უკან. ეს ორი ნაგებობა განუყოფელია, როგორც ერთი ორგანიზმის სისხლსა და ლიმფის მიმოქცევის სისტემები. არიან ადამიანები, რომელთაც ჯერათ, რომ მწყემსებს არ შეეძლოთ თავიანთი ფარის ალალბედზე მიტოვება. ისინი ამბობენ, რომ მწყემსები მუდმივად ჩვენ გვერდით არიან, გზას გვიჩვენებენ, ჩვენს ყოველ ნაბიჯს აკვირდებიან, მაგრამ არ გვაგრძნობინებენ ამას. სწორედ მათ უწოდებენ უხილავ დამკვირვებლებს. კატამ, რომელსაც ბიუსტის გვერდით ეძინა, მწვანე თვალები გაახილა და არწმუნს თითქმის ადამიანური მზერა მიაპყრო. თითქოს რაღაც უხილავი არსება ჩასახლებულიყო მასში და უთვალთვალებდა. მაწვანს გააჟრჟოლა, მაგრამ კატამ მხოლოდ დაამტკნარა და ძილი განაგრძო. არწმუნი მიხვდა, რომ ყოველივე მოეჩვენა. რატომ უნდათ, რომ ადამიანებმა შეიტყონ მათ შესახებ? იკითხა მან. ორი მიზეზის გამო, ჯერ ერთი ცხრებმა უარყვეს თავიანთი მწყემსები, როდესაც ისინი დასუსტდნენ. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც მეტრო 2 მოწყდა ჩვენ სამყაროს, მწყემსების განვითარება სულ სხვა გზით წავიდა. და ახლა ისინი ადამიანები კი არა, უფრო მაღალი დონის არსებები არიან. მათი ლოგიკა და აზროვნება გაუგებარია ჩვენთვის. არავინ იცის რა აქვთ ჩაფიქრებული, მათ უკვე აღიდგინეს ძალა, შეუძლიათ შეცვალონ ყველაფერი და დაგვაბრუნონ იმ მშვენიერ სამყაროში, რომელიც დავკარგეთ, მაგრამ ვინაიდან ჩვენ მათ ვუღალატეთ, ისინი აღარ ერევიან ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა კი გვითვალთვალებენ და იციან ყველაფერი, რაც აქ ხდება. ხელს გამოგვიწვდიან მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენს მძიმე ცოდვას გამოვისყიდით. სწორედ მას მერე დაიწყება აღორძინება. აი ასე ამბობენ ისინი, ვისაც ჯერა უხილავი დამკვირვებლების. და როგორ უნდა გამოისყიდონ ადამიანებმა თავიანთი ცოდვა? იკითხა არწმუნმა. ეს არავინ იცის უხილავი დამკვირვებლების გარდა. ადამიანები ვერ გაიგებენ ამას, რადგან არ იციან, რას ფიქრობენ დამკვირვებლები. გამოდის ადამიანები ვერასოდეს გამოისყიდიან თავიანთ ცოდვას? თქვა გაკვირვებით არწმუნმა. და ეს მართლა გაღელვებს? ევგენი დიმიტრიევიჩმა პირიდან უდარდელად გამოუშვა ბოლის რგოლები. ყველა გაჩუმდა და სიჩუმე ისე გაიწელა, რომ ბოლოს ყმაწვილმა მისი დარღვევა თუნდაც სულ უმნიშვნელო შენიშვნით ან შეკითხვით ყმაწვილმა გადაწყვიტა მისი დარღვევა თუნდაც სულ უმნიშვნელო შენიშვნით ან შეკითხვით. თქვენ საიდან ხართ? იკითხა უცებ. ადრე სმოლენსკაიაზე ვცხოვრობდი, მეტროდან სულ 5 წუთის სავალზე. უპასუხა ევგენი დიმიტრიევიჩმა. მეტროსთან ახლოს? ალბათ გვირაბში. არწმუნი გაუცებით მიაჩერდა ქერათფიანს, მან კი განაგრძო. მეტროს გზაზე ფარდულები იდგა. ჩებურეკებით ვაჭრობდნენ, ჩვენ კი ხანდახან ლუცს ვყიდულობდით. ფარდულებთან ყოველთვის იდგნენ მეძავები, იქ შტაბი ჰქონდათ. როგორც იქნა, არწმუნი მიხვდა, რომ ქერათფიანი ძველ დროზე ყვებოდა იმაზე, რაც აფეთქებამდე იყო. ხო, იმ ადგილიდან მე არც თუ ისე შორს ვცხოვრობდი, კალინინის გამზირზე, მაღლივ კორპუსში, თქვა სერგეი ანდრეევიჩმა. ასე 5 წლის წინათ ვიღაცამ მითხრა, ნაცნობმა სტალკერმა მიამბო, ეს მაღლივი კორპუსები აღარ არსებობს, ბეტონის ბლოკები და მტვერი გადარჩაო. ის სტალკერი თურმე წიგნის სახლში შევიდა, შენობა ახლაც დგას, არც წიგნები დაზიანებულა. წარმოგიდგენია, საკვირველი არაა? როგორ ცხოვრობდით მაშინ? იკითხა არწმუნმა. მას უყვარდა ამ შეკითხვის დასმა უფროსებისთვის, რადგან ისინი ყველაფერს თავს ანებებდნენ და სიამოვნებით იხსენებდნენ ძველ დროს. სახეები უბრწყინდებოდათ და თითქოს წლებიც აკლდებოდათ. რა თქმა უნდა, ის წარტაცი სურათები მათ თვალწინ რომ იშლებოდა, ნაკლებად გავდა იმას, რაც არწმუნს წარმოუდგებოდა ხოლმე მოსმენისას, მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იყო ეს ყველაფერი. ძალიან კარგად ვიყავით მაშინ, მაგრად ვახურებდით. არწმუნს სახეზე გაკვირვება დაეწყო და სერგეი ანდრეევიჩმა სასწრაფოდ განუმარტა. მხიარულად ვატარებდით დროს. ხო, სწორედ ამის თქმა მინდოდა, მე მწვანე მოსკვიჩი მყავდა. მთელ ხელფასს იმას ვახარჯავდი. მუსიკაც დავაყენე ზეცუცვლიდი.
ერთხელ მივქარე და სპორტული კარბურატორიც კი ჩავდგი. ევგენი დმიტრიევიჩი მთლიანად გადაეშვა იმ დროში, როდესაც შეიძლებოდა უცბად მოგენდომებინა და მანქანაზე სპორტული კარბურატორი დაგიყენებინა. ალბათ არწივ არც კი იცის რა არის მოსკვიჩი, რომ აღარაფერი ვთქვათ კარბურატორზე. შეაწყვეტინა სიტყვა მეგობარ სერგეი ანდრეევიჩმა. როგორ თუ არ იცის, აშკარად გაბრაზდა ქერათმიანი. უხერხულობის დასაფარად არწივმა ჭერს დაუწყო თვალიერება. ცოტა ხნის შემდეგ კი გადაწყვიტა კონტრშეტევაზე გადასულიყო და იკითხა: წიგნებს რატომ წვავთ? უკვე წიგნებს რატომ წვავთ? უკვე წავიკითხეთ, უპასუხა ევგენი დიმიტრიევიჩმა. წიგნებში სულტყუილები წერია, მიეხმარა მეგობარს სერგეი ანდრეევიჩი. შენის გვითხარი ეს რა კაბა გაცვია, სექტანტი ხარ? არწიომის ტაქტიკა გამოიყენა ევგენი დიმიტრიევიჩმა. არა, რას ბრძანებთ, სასწრაფოდ იუარა არწიომა, მაგრამ მათ შემიფარეს დამეხმარნენ, როცა ძალიან მიჭირდა და ყვაწვმა მოკლედ უამბო, თუ რა მდგომარეობაში იყო, როდესაც სექტანტებთან მოხვდა. ხო, ვიცი, სწორედ ასე მუშაობენ, ვცნობ მათ ხელწერას. ობოლნი და უპოვარნი. თუ რაღაცა მაგდაგვარი, თავი დააქნია ევგენი დიმიტრიევიჩმა. მათ შეკრებაზე მოხვდი, ისეთ უცნაურ რამეებს ამბობდნენ, დიდხანს ვერ გაუძელი, თქვა არწიომმა. მაგალითად, სატანის მთავარი ცოდვა თურმე ისაა, რომ მანაც მოინდომა პატივი და დიდება. ადრე მეგონა, რომ უფრო სერიოზულად იყო ყველაფერი, მგონი უბრალოდ ეჭვიანობენ და მეტი არაფერი. ნუ თუ სამყარო ასე მარტივად არის მოწყობილი და ყველაფერი იმით განისაზღვრება, რომ ვიღაცეებმა დიდება და თაყვანის ცემლები ვერ გაიყვეს. არა, სამყარო ასე მარტივად არ არის. თავდაჯერებით თქვა სერგეი ანდრეევიჩმა და ქერათმიანს ყალიონი ჩამოართვა. და კიდევ ამბობდნენ, რომ ღმერთი მოწყალია და მზად არის შეგვინდოს ცოდვები, თუმცა ღმერთმა ხომ გააგდო ადამიანის სამოთხიდან და აქცია იგი მოკვდავად, როგორც კი მან არ დაუჯერა. მერე უამრავი ადამიანი დაიხოცა იმ ერთის მიერ ჩადენილი ერთი ცოდვის გამო. ესეც არაფერი. ბოლოს ღმერთმა გამოგზავნა თავისი შვილი კაცობრიობის გადასარჩენად და დაუშვა მისი დაღუპვა, თან ასე სასტიკად. ადრე გამიგონია სიკვდილის წინ თურმე ქრისტემ კითხა ღმერთს, რატომ იმატოვეო? ეს ყველაფერი კი რისთვის მოხდა? მხოლოდ იმისთვის, რომ ქრისტეს თავისი სისხლით გამოესყიდა პირველი ადამიანის ცოდვა. ჩვენ დავებრუნებინეთ სამოთხეში და კვლავ გამხდარიყავით უკვლავები. მე რომ მკითხო, არალოგიკურია. ხომ შეიძლებოდა მთელი კაცობრიობა არ დაესაჯა პირველი ადამიანის ცოდვისათვის, ამ მსხვერპლის გარეშე ეპატიებინა. თუნდაც დიდი ხნის შემდეგ, რა საჭირო იყო საყვარელი შვილის გაწირვა? სად არის აქ სიყვარული, მოწყალება და უძლეველობა? ცოტა პრიმიტიულად და უხეშად ამბობს, თორემ ისე სიმართლეს ამბობს. მოიწონა არწიომის გამოსვლა სერგეი ანდრეევიჩმა და ყალიონი მეგობარს დაუბრუნა. ჩემი აზრი ასეთია, ევგენი დიმიტრიევიჩმა ყალიონი გააბოლა. თუ ღმერთს მართლაც აქვს რაიმე განმასხვავებელი თვისება, ეს ნამდვილად არ არის სიყვარული, სამართლიანობა და მოწყალება. თუ იმით ვიმსჯელებთ, რა ხდებოდა დედამიწაზე მისი შექმნის დღიდან, ღმერთს მხოლოდ საინტერესო ამბები უყვარს. მოაწყობს რაღაც უბედურებას და მერე აკვირდება. თუ მოეჩვენება, რომ საკმარისად დრამატულად არ გამოუვიდა, პილპილს მოაყრის, ასე რომ მართალი იყო ძია შექსპირი. მთელი სამყარო თეატრია, ოღონდ არა ის, რომელსაც ის გულისხმობდა. დღეს დილიდან უკვე იმდენჯერ თქვი მკრეხელობა, რომ ჯოჯოხეთში რამდენიმე საუკუნე გარანტირებული გაქვს, შენიშნა სერგეი ანდრეევიჩმა. მაშასა და მე იქ თანამოსაუბრე გეყოლება და ევგენი დიმიტრიევიჩმა ყალიონი გადასცა. მეორე მხრივ, რამდენ საინტერესო ვინმეს გაიცნო, მაგალითად კათოლიკური ეკლესიის ბობოლა იერარქებს. ხო, იმათ ნამდვილად ნახავ, შეიძლება ჩვენების დაგხვი. ხო, იმათ ნამდვილად ნახავ, შეიძლება ჩვენებით შეგხვდნენ. არწიომის თანამოსაუბრეებს აშკარად არ ჯეროდათ, რომ ოდესმე შეიძლება პასუხი ეგოთ იმისათვის, რასაც ახლა ლაპარაკობდნენ. ყმაწვილს გულში ჩარჩა ევგენი დიმიტრიევიჩის სიტყვები, რომ ყველაფერი, რაც კაცობრიობას დაემართა, ერთი საინტერესო ისტორიაა. მე საკმაოდ ბევრი წიგნი წამიკითხავს, დაიწყო არწიომმა და ყოველთვის მაკვირვებდა, რომ რაც იქ წერია, არ გავს იმას, რაც ცხოვრებაში ხდება. წიგნში ამბები თითქოს ერთ ხაზზეა განლაგებული, ყველა ამბავი ერთმანეთს უკავშირდება და ყოველივეს რაღაც მნიშვნელობა აქვს. ცხოვრებაში კი სხვაგვარადაა. ყოველდღე ხდება შემთხვევითი და უმნიშვნელო რაღაცეები. ამბები ლოგიკურად არ ვითარდება. წიგნები მთავრდება იქ, სადაც წყდება ლოგიკური ჯაჭვი. ჯერ დასაწყისია, მერე პიკი და ბოლოს დასასრული. კულმინაცია და არა პიკი. გაუსწორა სერგეი ანდრეევიჩმა.
რომელიც ისეთი სახით იჯდა, რომ ეტყობოდა დიდად არაინტერესებდა არტემის დაკვირვებები. ევგენი დიმიტრიევიჩის თითქოს არ უსმენდა, ყალიონი ახლოს მიეჩუჩებინა და ხარბად ქაჩავდა. კარგი კულმინაცია იყოს, დაეთანხმა არტემი. მე იმის თქმა მინდა, რომ ცხოვრებაში სულ სხვაგვარად ხდება. ლოგიკურად ჯაჭვი შეიძლება არ დაბოლოვდეს და რომც დაბოლოვდეს, ამით არაფერი დამთავრდება. ანუ ცხოვრება სიუჟეტი არა აქვს, დაეხმარა სერგეი ანდრეევიჩი. არტემი ერთი წუთი დაფიქრდა და თავი დაუქნია. ბედისწერის გჟერა? ინტერესით კითხა სერგეი ანდრეევიჩმა. ამ კითხვის გაგონებაზე ევგენი დიმიტრიევიჩმაც თავი დაანება ყალიონს. არა დარწმუნებით თქვა არტემმა, ბედისწერა არ არსებობს, მთელი ცხოვრება შემთხვევითობებისაგან შედგება. ამ ბედისწერას მე ჩვენ თვითონ ვიგონებთ. არც ეგრეა საქმე, ამოიოხრა სერგეი ანდრეევიჩმა. მოდი მე ერთ პატარა თეორიას შემოგთავაზებ და შენ თვითონ განსაჯე, ეს ადაგება თუ არა შენ ცხოვრებას. მე მგონია, რომ ცხოვრება ფუჭი და უაზრო რამეა. არც მკაცრად განსაზღვრული ბედი არსებობს, აი ისეთი დაბადებიდანვე რომ იცოდე კოსმონავტი გამოხვალ ბალერონი თუ ბავშვობაშივე დაიღუპები. არ ვიცი როგორ აგიხსნავ. თქვათ შენ ცხოვრებაში ხდება რაღაც, რაც გაიძულებს მიიღო გადაწყვეტილება და იმოქმედო. ამასთან გაქვს არჩევანი. შეგიძლია მოიქცე ისე, ასე და ან სხვაგვარად, მაგრამ როგორც კი რამეს გადაწყვეტ და მოქმედებას დაიწყებ, ის რაც ამის შემდეგ შენ ცხოვრებაში მოხდება, აღარ იქნება შემთხვევითი. ყველაფერი რაც მოგივა, განპირობებული იქნება შენი არჩევანით. გასაგებია, რომ თუ წითელ ხაზზე მანამ ცხოვრობდი, სანამ იქ კომუნისტები გაბატონდებოდნენ და მათი მოსვლის მერე ვერსად გადასახლდი, ის რაც შენს თავს მოხდება, შენზე ნაკლებად იქნება დამოკიდებული. ასეთ მარტივ ამბებს არ გულისხმობ. უფრო სხვა რამის თქმა მინდა. მოკლედ, თუ ისევ აღმოჩნდები გზა გასაყარზე და გააზრებულ გადაწყვეტილებას მიიღებ, დადგები ისეთი არჩევანის წინაშე, რომელიც აღარ იქნება შემთხვევითი. თუ რა თქმა უნდა, მიხვდები ამას. შემდეგ კი შენი ცხოვრება აღარ იქნება ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ამბებისაგან შემდგარი და გადაიქცევა სიუჟეტად. ყველაფერი გადაებმება ერთმანეთს, შეიძლება არაპირდაპირი, მაგრამ აუცილებლად ლოგიკური ჯაჭვით. სწორედ ეს იქნება შენი ბედისწერაც. შემდეგ როცა უკვე კარგა მანძილს გაივლი არჩეულ გზაზე, შენი ცხოვრება იმდენად დაემსგავსება სიუჟეტს, რომ იმას რაც შემდეგ გადაგხდება, ვერც რაციონალიზმით ახსნე და ვეღარც თეორიებით. სამაგიეროდ ეს ყველაფერი ძალიან კარგად აიხსნება შენი ბედისწერის სიუჟეტური ხაზის ლოგიკით. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ შეიძლება ვერც მიხვდე რა გემართება და ყველაფერი მეტისმეტად ალოგიკურიც კი გეჩვენოს, მაგრამ ბედს თავისი ლოგიკა აქვს. ეს უცნაური თეორია არტემს თავიდან სრულ აბდაუბდად ეჩვენა. მაგრამ ცოტა რომ ჩაუკვირდა, სხვა თვალით დაინახა საკუთარი თავგადასავალი. თუ ჰანტერისათვის მიცემულ პირობას არჩეულ გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯად ჩათვლიდა, მაშინ რიჟსკაიაზე მოწყობილი ექსპედიცია და იქ ბურბონის გაცნობა შემდეგი ნაბიჯი გამოდიოდა. მერე ხანი გამოვიდა მის შესახვედრად, რომელიც რომ არ გამოსულიყო არტემი იმ გვირაბში დაიღუპებოდა. შემდეგი ნაბიჯი ფაშისტების ტყვეობა და ინტერნაციონალური ბრიგადის გამოჩენა იყო. რევოლუციონერები ერთი დღით ადრე ან გვიან რომ დასცემოდნენ თავს ფაშისტებს, არტემი მაშინაც ნამდვილად დაიღუპებოდა და მისი მოგზაურობაც დამთავრდებოდა. შეიძლებოდა თუ არა რომ ჟინსა და შეუპოვრობას ემოქმედა მოვლენათა მსვლელობაზე და როგორც სერგეი ანდრეევიჩმა თქვა, ჩვეულებრივი ცხოვრება სიუჟეტად ექცია. ერთი შეხედვით ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ მაშ როგორ აეხსნა შეხვედრა მარკთან, რომელმაც ჰაზაში შეღწევის ერთადერთი სწორი გზა უჩვენა, როცა საკუთარ ხვედრს დამორჩილდა და ტუალეტებს წმენდა, როცა ბედმა თითქოს ზურგი აქცია გაიბრძოლა თუ არა მოხდა სასწაული, გუშაგი პოსტიდან გაქრა. არც არავინ დადევნებია. მაშასადამე ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ მისი ცხოვრების სიუჟეტის მთავარი ხაზი გაგრძელებულიყო. საბოლოო დასკვნა კი შეიძლება მხოლოდ ერთი ყოფილიყო. თუ იგი გადაუხვევს არჩეული გზიდან, უარს იტყვის თავის მიზანზე. ბედი მაშინვე აქცევს ზურგს და უხილავი ფარი, რომელიც იცავს, ნამსხვრევებად იქცევა. არიადნე ძაფი, რომელსაც ახლა მიყვება, გაწყდება და იგი სასტიკი სინამდვილის პირისპირ დარჩება სრულიად მარტო. იმ ადამიანებს, რომლებმაც ერთხელ მაინც სცადეს ბედი მოეტყუებინათ და სიძნელეების მიუხედავად უკან არ დაეხიათ, ალბათ აღარ აქვთ უფლება თავიანთ არჩევანზე უარი თქვან. შესაძლოა მკაცრად არც დაისაჯონ ბედისწერის უარყოფისთვის, მაგრამ მათი ცხოვრება უინტერესო და აზრს მოკლებულ ყოფად იქცევა. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ არტემს აღარ აქვს უფლება
უარი თქვას არჩეულ გზაზე? არის თუ არა ეს ბედისწერა, რომლიცაც არ სჯეროდა, ვინაიდან არ შეეძლო გაიაზრებინა ის, რაც ემართებოდა და ვერ ცნობდა იმ ნიშნებს, რომლებსაც განგება უგზავნიდა? აღარ შემიძლია აქ დარჩენა, არტემი ფეხზე წამოდგა, ვეღარ დავრჩები, უნდა წავიდე, გადაუდებელი საქმე მაქვს. თლად გადაავიწყდა შიში, რომელიც აქ მოსვლამდე დაეუფლა. ბაქნის პირას მივიდა და ლიანდაგზე ისე ჩახტა, ერთხელაც არ მიუხედავს უკან. ახლა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა და საოცარი სიმშვიდე იგრძნო. სწრაფად და მსუბუქად მიდიოდა, რამდენიმე წუთში კი გვირაბში გაუჩინარდა. ლამაზი თეორია არაა, თქვა სერგეი ანდრეევიჩმა და ყალინოს მოკაჩამ. კაცმა შეიძლება იფიქროს, რომ შენ გჯერა ამის, უპასუხა ევგენი დიმიტრიევიჩმა და კატას ყურს უკან მოფხანა.